აი გაჩი ორბე. მაიც. ოინე! ტეხავს. ნამდვილად. მაგრა ტეხავს. აუ, რა საინტერესო კითხვაა. ესე იგი, მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემა იქნება ცოტა შერეული, შეეხება რაგბისაც და MMA-საც და მინდა პირდაპირ სტუმარი შემოვიყვანო სტუდიაში. მერაბ ბუკა შარიქაძე, ქართული რაგბის ნამდვილი ლეგენდაა. ეროვნული ნაკრების მაისური მან პირველად 18 წლის ასაკში 2011 წელს ახალგაზრდულ შემადგენლობაში მოიგო. უკვე მომდევნო წელს მთავარ ნაკრებშიც გამოიძახეს და ძალიან მალევე მისი სათამაშო უნარების, ინტელექტისა და შრომის მოყვარეობის წყალობით 21 წლის ასაკში 2014 წლიდან გუნდის კაპიტანი გახდა. ათეულობით ველოს და გულშემატკივრისთვის უამრავი დასამახსოვრებელი მომენტის გარდა მან ჯამში 103, ხოლო როგორც კაპიტანმა 52 შეხვედრა ჩაატარა, რაც მას საქართველოს რაგბის ისტორიაში კაპიტნის სამკლაურით ყველაზე მეტი კეპის ავტორად აქცევს. პირველ რიგში მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება გისურვა იმას ახალ საქმეში, რასაც აკეთებდა. მართლა ძალიან მაგრა აკეთებ. არ ვიცი, წეგანაც გესაუბრებოდი და აპირებ თუ არა გააგრძელო, მაგრამ შენი გულშემატკივარი ვიქნები, რაგბიშიც შენი გულშემატკივარი ვიყავი და სადაც არ უნდა გადაწყვიტო, ჭოკით ხტომაში რომ წავიდა იქაც. თან ჭოკით ხტომა. კიდე ახალი სპორტი არ ვიცი. მინდა რომ დავიწყოთ რაგბიზე და ალბათ პირველი კითხვა რაც მე გამიშთა როგორც გულშემატკივარს, როდის დაიწყე რაგბის თამაში, რა ასაკიდან და რომელი ასაკიდან, აი თუ გახსოვს, გააცნობიერე რომ აი ეს არის რაც უნდა აკეთო და რაც შენი ცხოვრება იქნება. რაგბის თამაში დავიწყე 12 წლიდან. და დაახლოებით მალევე სხვათა შორის უკვე იმდენად მომეწონა რომ ალბათ 14-15 წლის ასაკში უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ მორაგბება მინდა. ნორმალურად რომ გამომდიოდა და 1-2 შექება რომ მივიღე ალბათ და თან ცოტა მაშინ 12 წლის რო შევედი, მაშინაც კი როგორც ეს მстаრის იყო მეუბნებოდნენ რომ 12 წლის ცოტა გვიანია, რაღაცა ეგეთი რაღაცები მახსენდება რა. 12 წლის გვიანი. ცოტა რა ვიღაცა იმიტომ ბავშვები იყვნენ, ეგ ჩემი გუნდელები ბიჭები იყვნენ, რომლებიც 6 წლიდან და 5 წლიდან დადიოდნენ და მე რო 12 წლის შევედი, იმათ უკვე 7 და 8 წლის სტაჟი ჰქონდათ რა. არის რამე სპორტები, რომლებიც შეიძლება დალინკული იყოს რაგბთან და ეს ამ სპორტსმენმა შეძლოს რაგბის ყველაზე მეტად რაც რომელი სპორტის სახეობიდანაც მინახავს რაგბში გადმოსული ხალხი არის ჭიდაობა. ოღონდ მაგრები რა წარმატებდა ჭიდაობიდან ვინც გადმოდის მიწაზე კონტროლის თუ გადაყვანის ალბათ. და ისედაც რა რაღაც ეთქვა აგებულება კუნთების წყობა ისა ბევრი რამე ემთხვევა თან მოჭიდავეები იდეაში ხო სირბილი ხო არ უწევთ. მაგრამ ყველა ჩქარია რა. იმდენად გავითარებული აქვს კუნთები რომ ყველა მაგრად არის. ისე მშობლებს თუ ურჩევ და ზუსტად ვიცი რომ ურჩევ ბავშვი შეიყვანო რაგბზე და რატო? რასაც სწავლის აი ძირითადად რატო უნდა შეიყვანო? ბევრი მიზეზი აქვს რა. რაგბზე ცოტა ისეთი მცირე დამოკიდებულება აქვს, რომ რაღაც მშობლებს გული უსხდებათ, რომ აუ და დალეწავენ და აი ის და ვაიმე და სპირტირი და არ არის ეგრე იმდენად რა. რაღაცა ტრავმა შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ თვლი რომ მათ შორის ეგ ტრავმას და მათ შორის ეგ რაღაც ფიზიკური აქტივობა, რომელიც ცოტა უფრო ძალისმიერი არის, ბავშვს ანვითარებს პოზიტიური მიმართულებით. სულთა ფიზიკურ და სპორტულ ამბავზე რო ვილაპარაკოთ, ანვითარებს, უნარებს, მაგრამ მაგის გარდა რაგბს სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები აქვს, რის გამოც მშობელს ჩემი აზრით შეიძლება მოუნდეს რა, თავისი შვილის რაგბზე შეყვანა, მათ შორის გოგოებისაც, გოგოების რაგბიც ახლა საქართველოში იმასთან რა, განვითარდა და სოციალურ ცხოვრებას ასწავლის როგორც მინიმუმ ბავშვს. გასწავლის იმას, რომ მარტო ადამიანს ესე შენ მარტო ძალა არ აქვს რა, როცა ხო ძალა ერთობაში ამბობენ და როცა დიდ რამეს ეჯახები, მარტო თუ ხარ აზრი არ აქვს და სულ ჭირდება თანამოაზრეები, თანამებრძოლები და ასე შემდეგ და
როგორც ყველაზე მინიმუმი რო ვთქვა, ურთიერთობას ასწავლის. ესე იგი, უინსტონ ჩერჩილს აწერენ ამ გამოთქმას, არ ვიცი, მაგის გამოთქმა თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოთქვა არსებობს და ნამდვილად მართალი გამოთქმაა რა. Rugby is a hooligan's game played by gentlemen. და როგორ მოხდა ეგ, რომ აი ესეთი აგრესიული, ესეთი მასკულური, ცოტა ხულიგნური თითქოს ერთი შეხედვით თამაში გახდა ისეთი თამაში, რომელიც აი მართლა ჯენტლმენებს ზრდის რა. აი რა არის მან რა ხდება ეგ? ნუ ღირებულებები არის ისეთი, რომელიც აი მაგალითად ყველას რასაც ადვილი გასაგები რო იყოს მაყურებლისთვის, აი საჯის ფაქტორი რა. წარმოიდგინე საჯი შეიძლება ერთი მსაჯია, მომცრო ტანის და ამდენი 30 ვირივით მორაგბე ამ ადამიანს ისე ემორჩილება, რომ ბევრს არ ეპასუხება ვერ რა. თავშეკავებას გასწავლის და სხვა გზას არ გიტოვებს. და მე ეს ყველაფერი ალბათ ხასიათში ჯდება და უფრო ბევრჯერ მომისმენია, რომ ეს მორაგბეები, ამხელები, თვითონ სახიფათოები რაღაცა ისე და საყვარლები ხართო რა, ეგეთი რამე ბევრჯერ მომისმენია, რომ ვიზუალურად შეიძლება ის რაღაცა, მაგრამ რეალურად ახლა ბოლო მომენტამდე არ მივა საქმე, ოდნავად აგრესიულებიც არა. ეს ჯენტლმენური კოდექსი რა და ეს რამოდენიმე თვე მქონდა მცდელობა რაღაცა მეთამაშა რაგბი და გუნდში მივედი და ეს ერთიანობის განცდა და რაღაცა დაუწერელი კანონები თითქოს, აი მაგალითად სიმულაცია არსებობს რაგბიში. ეხლა რო ამბობდი მაგას, მინდოდა რომ იმას მეთქვა რა მაგაზე. ცოტა რაგბის მესწავლებს რაღაცეები ჩემი აზრით ოდნავ აერიას და იმედი მაქვს დაალაგებენ რა. აი იმდენად რაგბი ძალისმიერი სპორტი არის, აგრესიული და ისეთია ჭირდება რა რაგბის გულშემატკივარს რაგბი უყვარს, იმიტომ რომ აი ეგ რაღაცა აგრესიული და სანახაობა მაგაში არის, რომ რაღაცა ორი ისეთი ადამიანი ერთმანეთს გამეტებით ეტაკება და შეიძლება ბოჭვა იყოს, ხო ებძვის ესე რო თქვა და ეხა ძალიან რაღაცა გაალაითეს რა, ძალიან კამეებზე ჩამოკიდეს. ძალიან უსაფრთხოებას აწვევიან ვითომ და ჩემი აზრით აზიანებენ მაგით რა აქვს რა, შეიძლება რაღაცა ვიღაცა ხელი აქ მოკიდოს, იქ თავის შემთხვევით თავში მოგიხდეს და ყვითელი და წითელი ბარათების ხნევა მიდის და მაგიტო მერე ვიდეო რეფერი და ის რაც რო არის, მაგის მერე უკვე მოთამაშეები ხშირად ცდილობენ რომ აი მომხვდა, გადაკოტრიალდა რაღაცა და ცოტა გააკუჭეს. შემოვიდა, იმიტომ რომ შედეგს იძლევა და მაგას მგონია რომ რაღაც მომენტში მიხვდებიან გულშემატკივარის უკმაყოფილებიდან გამომდინარე და მოუწევთ რომ ეგ ისე დააბრუნონ ისე რომ ძალიან უხერხულია. აი ყველაზე მეტად რაგს რო წარმოვიდგინო ესე რა შეიძლება არ მოუხდეს სიმულანტობა. აი ვერ წარმოვიდგინე რომ რაგბისტი შეიძლება პირიქით არის ხოლმე როგორც წესი რომ ეს ისხლიანი და გადახეული თავით და მოტეხილი თითით და ფეხით და იმით მაინც თავსაჩვენებ რომ ვითომ კარგად ხარ და არაფერი არ მოგივიდა და კოტრიალობ და აუ ვითომ დრამა და ეს ტეხავს. ნამდვილად. მაგრად ეხავს. შენ ხარ მოთამაშე, რომელიც ასე ვიტყოდი ორთაობას შორის იყავი რა, ანუ ძველ გორგოძე, გიაშვილ, აი ამ თაობასთან ერთადაც გითამაშია და შემდეგ ახალ თაობასთან ერთად. შენთვის რა სხვაობა ამ ორთაობას შორის სათამაშო კუთხითაც პლუსებზე მაქვს უფრო საუბარი რა. ან სად უფრო იყავი შენ უფრო სად უფრო გზნობდი თავს უფრო კომფორტულად და რა შეიცვალა იმ თაობაში ხა ჩემთვის უფრო ადვილი იყო პასუხისმგებლობები ბევრად ნაკლები მქონდა ესე ჩემი პირადია გუნდთან ერთად რო ის ხალხი ლეგენდები არ მომდამეღალატებინა ეხო თავისთავად მაგრამ პასუხისმგებლობა მაგდენი არ მქონია მე უკვე როცა კაპიტანი გავხდი მე უკვე მომიწია რომ კაპიტნობა იდეაში ტვირთი არის რა რთულია რაგბის კაპიტნობა ამასით მე ყველაფრის კაპიტნობა რთული არის მე მგონია რომ ბევრად რთულია მაგალითად ფეხბურთს რო უყურებ რა თითქმის არაფერი განსხვავებული არ ხდება როცა სამკლაური გიკეთია მაქსიმუმ ცოტა მეტი ელაპარაკო მსაჯს მაგრამ ოდესაც რაგბის კაპიტანს უყურებ თითქმის რაგბის კაპიტანი, გუნდის კაპიტანი, ნაკრების კაპიტანი და მსაჯი არიან, რაღაცებს რო წვიტავენ. ეგ კაპიტანთან ურთიერთობა ცალკე ნაწილია და მაგაზე კიდე ცალკე მიმართულებაა, მაგრამ ყველაზე ძნელი რაგბის კაპიტნობაში ჩემი აზრით, გარდა აი რაც თქვი ეხა რა, გუნდთან ურთიერთობის ნაწილი და რაღაცა ყველაზე ძნელი უშუალოდ სპორტულ კუთხე იმაში არის, მოედანზე როცა გახარ, გადაწყვეტილებების მიღება რა, თამაში უნდა გესმოდეს კარგად. მაგალითად კარში დაარტყავ თუ აუჩი დაარტყავ სამკულას აიღებ თუ რაღაცა შერკინება ეგ დეტალები არ არის რა მარტივი
შენიღებ ხოლმე მაგ დროს მაგ გადაწყვეტილებას თუ რაღაც ერთად ეხლა რაღაც ვიღებ, მაგრამ როცა კაპიტანი ხო, არა, ხო, ყოფილა ეხლა რომ მიგითხავს რა ბიჭებისთვის, რომ შერკინემის მოთამაშეებს შეიძლება კითხო, რომ აი მზად ახართ, როგორც აუჩიო დავარტყოთ, აუტები როგორ მიდის, ან შერკინემისთვის მზად ახარ, მაგრამ საბოლოო სიტყვა შენზეა რა, შენ უნდა გადაწყვეტოს სუფთად სტრატეგიულად რა უფრო მომგებიანია და ძნელი არის სულ სწორედ რო გადაწყვიტო. თუნცაც უნდა გრძნობდე, სიტუაციაც კარგად უნდა იცოდე სპორტულ ნაწილში, რომ სიტყვაზე აუჩი და არტყავ თუ შერკინებას აირჩევ თუ ბურთს გაათამაშებ, რა უკეთესად გამოდის შენ გუნდს და ეხარ ისი ენერგია და შესაძლებლობა აქვს იმ კონკრეტულ მომენტზე და ბევრი რაღაცის კალკულაცია გიწევს თავში და ყოფილა შემთხვევები სიტყვაზე, რომ სამუის თამაში მახსენდება რა. სამუას ვეთამაშებოდით თბილისში და ვიგებდით უბრალოდ. ესეთი მომენტი იყო, რომ კარში უნდა დაგვერტყა. ნაღდი უეჭველი სამი ქულა, ან აუჩი უნდა დაგვერტყა, დარჩენილი იყო 9 წუთი. მე გადავწყვიტე, რომ დაგვერტყა კარში. მეთქი თუ ისე მოხდა, რომ კარში და იმათ 14 კაცი იყო. მეთქი კარში დავარტყავთ ახლა, სამ ქულას ავიღებ და ისე მოხდება, რომ ჯარიმა, სულ ჯარიმა გაგვიტანა, ვერ მოგვიგებენ და ლედოს არ დავადებინებ და მე რაღაცა ეგრე და დავარტყით კარში, 4 ქულით ვიგებთ, თამაში წავიდა და ისე მოხდა, რომ 60 უკვე 1 წუთ ნახევარი იყო დარჩენილი, დაგვიდეს ლელო. და წავაგეთ ეგ თამაში რა. და მაშინ კრიტიკა წამოვიდა ჩემზე, რომ აი როგორ დაარტყაო რა, როგორ გადაწყვიტაო, რომ კარში დაერტყავ, აუჩი უნდა დაგვერტყაო და სტრატეგიულად ეხა იმ მომენტში არ ჩავთვალე, რომ სწორი იყო და ეხაც არ ვთვლი, რომ სწორი იყო, სიტყვაზე გადაწყვეტილება აუჩიო და მერტყა, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ ცუდი შედეგი გამოიღო. აი ესეთი დასამახსოვრებელი თამაშებიდან მე მახსენდება ყველაზე მეტად რუსეთთან თამაშები რა. და რატომ? რომ მოდიოდი სტადიონზე. არის ხო ეს საერთოდ რაგბის თამაში, ეს სამამულო ომი იყო რა და რატო გისვა ხა ამ კითხვას, რომ მე თვითონ აი პულსი მქონდა 200-ზე ალბათ თამაში რო იწყებოდა და თქვენ როგორ ახერხებდით აი ამ ხელა ემოციის ფონზე ესეთი პროფესიონალიზმი შეგენარჩუნებინათ და მართლაც თავზე უვლიდით ხოლმე ყველა თამაშზე? არა, ხო, ძალიან რთული იყო, მე ზიზღებოდა რუსეთთან თამაში რა, ძალიან სტრესული იყო. იმდენად სტრესული გარემო იქნება, რომ აი რაც არ უნდა მოხდეს, მოკვდი თუ გინდა და მთელი გუნდი დაიხოცეთ, მაგრამ თამაში უნდა მოიგო და ძნელი არის რა. ეგ ისა და ხშირად ისე ხდებოდა, რომ ამ რუსეთს იდეაში სუფთას არ აგვეკუთხით, ბევრად ჯობდით ყოველთვის, მაგრამ სიტყვაზე რო ავიღოთ, რამდენი თამაში მაქვს, მინიმუმ 10 თამაში მაქვს რუსეთთან ათამაშები, 10 თამაშიდან 4-5 გვაქვს ისე გემრი, რამდენადაც ჯობნიდით ეგრე მოგებული, 4-5 თამაში გვაქვს სულ და სხვა შემთხვევებში აი სულ რაღაცა ამ ჩვენი დაძაბულობის და იმის იმად შეხელს გვიშლიდა პირიქით რა. ემოციური ფაქტორი. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ხასიათი და იმიტომ რომ უკან დასახევი გზა არ არის, სულ გადაგვიტეხი მაგ სპორტში ზოგადად აი მაგხელა სტრესი, ჩემი აზრით აი მაგხელა პასუხისმგებლობას რო გრძნობ, ხშირ შემთხვევაში ხელს გიშლის და ძნელი არის რომ მაგას გაუმკლავდი და. აი ყველაზე ემოციური თამაში თუ გაიხსენებდი შენი კაპიტნობით. აი ყველაზე დასამახსოვრებელი და ყველაზე ისეთი ჩემთვის საყვარელი თამაში და აი რომ მახსენდება და აი რაღაცა თან ისეთი რო არის რა, ცოტა ზღაპრული რო არის იტალიის თამაში, იტალიას რომ მოვუგეთ ბათუმში 2022 წელს. ეგ იყო ჩემთვის ყველაზე ისეთი. მაგრამ ნუ ემოციური თამაშები უეჭველი რუსეთთან თამაშები არის ყველა. სხვა არის რა, მან უკვე რაგუზე ბევრად ზე ვიდგას ის რაზეც გავდიოდით და ცოტა სათამაშოდ აღარ გასიხარ. საომრად. მადლობა. მინდა აი ხა მაგის საშუალო პირადად გითხრა მადლობა იმ სიხარულისთვის, რაც მაგ დროს მე მიმიღია. არა მარტო რუსეთთან თამაშის დროს, არამედ ნებისმიერი პირიქით მადლობა. გულშემატკივარ და მათ შორის შენს რა ეგეთი გულშემატკივრობა არის, მან გადამწყვეტა გულშემატკივარი არ ყოფილიყო. რა აზრი აქვს ზოგადად სპორტს გულშემატკივრის გარეშე? არ არსებობს სპორტი იმიტომ არსებობს, რომ გულშემატკივარი ყავდა. თუ გულშემატკივარი არის, სპორტის არ არის. შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაღაც შეცდომები მოგივიდოდა რა. და აი რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რას ურჩევდი? ალბათ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ სიამოვნება უნდა მიიღოს რა. ბევრჯერ მინახავს, რომ პატარა ბავშვები არ ვიცი რა, 14 წლის, 13 წლის უფრო მეტად არიან კონცენტრირებული ძალაზე და აი ვარჯიში და წონები და ასე შემდეგ, ვიდრე თვითონ რაგბის თამაშიც. კი ეხლა ფიზიკური ძალა თავისთავად მნიშვნელოვანია რაგბში, მაგრამ მაგის დროც მოვა ყველა ვარიანტში რა.
თავიდან უფრო მნიშვნელოვანია რომ ტექნიკა, სათამაშო სტილი შეიმუშაო, რაღაცა მიხვდე რა უკეთესად გამოგდის, რა ნაკლებად ისა და ძალაზე და იმაზე დიდი აქცენტის გაკეთება ჯობია უფრო ალბათ აი ბავშვს პატარა ასაკში სისწრაფეზე გააკეთო აქცენტი, მათ შორის გაწელვებზე რომ მე დიდ ასაკში ტრავმები არ მოგივიდეს, აი მაგას გამოვასწორებ, მაგას შევცვლიდი ჩემი იმაში რა. ფიზიკური ვარჯიში ცოტა დიდობაში შეგიძლია უკვე ივარჯიშო და მაგ შედეგს მიაღწიო და ტექნიკური ნაწილი ცოტა რთულია რა. თუ ბავშვობაში არ სკილები ბავშვობიდან და მაგალითად რო ავიღო აი ადამიანი რომელიც რა აქვს იწყებს ცოტა გვიან ასაკში, აი სიტყვაზე 19 წლის, 20 წლის ასაკში რო იწყებს ან საკმარისი დრო რო არ უმუშავია პასზე, აი ეტყობა რა. ისე ერთი სკილი რო დაასახელო, რომელიც ყველა პოზიციაზე, სადაც უნდა თამაშობდი, არის უმნიშვნელოვანესი რაგბიში. პატარა ხარ ტანი თუ ძალიან დიდი ხარ, მაღალი ხარ თუ დაბალი ხარ, ყველას რაღაცა ხო აქვს რა ერთი და ის ერთი ყველა ვარიანტში მოედანზე საჭიროა. და ერთი სკილი რო დავახა, მარტო ერთის დასახელება რო შემეძლოს, ყველა ვარიანტში ხასიათი. ხასიათი. უნარია ხასიათის ახლა ესე რო ავიღოთ. არ ვიცი რამდენად გამომუშავებადი არის, მაგრამ უხასიათო მორაგბე ვერ აღწევს წარმატებას და შეიძლება არაფერი არ ქონდეს, მაგრამ ხასიათი ქონდეს და მიაღწიო შენ მიზანს. შენ თამაშობდი 12 ნომერზე. კი. აი 12 ნომერი მე ხა დაახლოებით ვერ ვიყავი და მე მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული ნომერია, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ხაზი არის, ძალიან ახლოს არის შეკინებასთანაც. ანუ ხაზში ყველაზე შეკინების მოთამაშე არის თორემ მარტო სირბილი არ გიწევს და მარტო ფანგზე გაქვს. შეკინებას ხო აქვს, რომ შეკინების მოთამაშეებს რაღაცა თავისი სახასიათო რაღაცეები აქვს, ხას თავის სახასიათო. 12 ნომერს ისიც მოევალება, რომ ისიც ქონდეს შეკინებას აქვს და ისიცაც ხაზის მოთამაშეებსაც აქვს რა. ესე რო ავიღოთ. მაგრამ ყველაზე რთული პოზიცია ჩემი აზრით, ყველაზე რთულად შესასრულებელი, აი ერთი პოზიცია რო თქვა, ეხლა რომ რა პოზიციაზე არის ყველაზე ძნელი რომ სოფლიოში ყველაზე მაგარი მოთამაშე იყო, ალბათ იქნებოდა 10 ნომერი. ერთადერთი რასაც პატიობენ ხოლმე 10 ნომრებს, რომ სუსტი მბოჭავები თუ არიან, მაგას პატიობენ და, მაგრამ ნუ რეალურად მაინც ჭირდებათ რა, კაი ბოჭო. ვიკისონი 10 ნომერი იყო, ხო? 10 ნომერი იყო და მაგარი მე მახსოვს ვიკისონის და გორგოძის. გორგოძე ხა თავზე გადაუვარა. შემეწოდა. იმ დროს 10 ნომერი. გორგოძე ხა ვილკისონს კი არა, თელ სოფლიოს გადაუვარა თავზე გარიფლი. ისე ყველაზე ძლიერი ბოჭვა ვისი გახსენდება, ან რომელ თამაშში? რაც მომხვედრია? მომხვედრია. აუ, ბევრი ძლიერი ბოჭები მომხვედრია. აი, არ გახსოვს ეგეთი ყველაზე განსაკუთრებული. აი, ერთხელ პატარა ვიყავი მაშინ, ალბათ 19 წლის და ფიჯის ვეთამაშებოდით. და ესე ბურთი მივიღე და სხვა შორის პასის გაკეთება მოვასწარი და პასი გავაკეთე და აქეთ ამ ხარეს დამასკდა ვიღაცა ფიჯელი, მაღალი ბოჭვა გამიკეთა. აქეთ ამ ხარეს დამასკდა და დავვარდი და აქეთ ამ ხარში ისე მაგრა დამეჯახა. აქეთ ამ ხარი ამომივარ, აკრომიოს ეძახია მაგას რა. აქეთ ამ ხარი ამომივარ და ისე დამეჯახა. გეხა მინდა, არ ვიცი, ინგლისურად როგორი, ქართულად როგორი თარგმნება, ultimate Georgian rugby player. ანუ რაღაცა მინდა რომ ეს სხვადასხვა უნარებით პატარა ბლიცი მოვაწყოთ, თან დავხარ მაგის. კი. ძალა. ვიქტორ გორლიშვილი. სისწრაფე. აკაკი დაბუცაძე. კარდიო. კარდიო. აუ, რა საინტერესო კითხვა. გელა აფრასიძე. ფინტები. გელა აფრასიძე ან მერაბ კვირიკაშვილი. აუ. მერაბ კვირიკაშვილი. საუკეთესო ბოჭავი. ესე ბოჭვის ხარისხი რო აიღო, აი დაბალი ბოჭვაზეც გიორგი ცუცქილიძე გამახსენდა. ყველაზე ძლიერი დამრტყმელი კონტაქტებზია რა საუბარი. მამუკა გორგოძე. საუკეთესო ფეხით მოთამაშე. ყველაზე მეტი მერაბ კვირიკაშვილი. სათამაშო IQ. გუნდში პირველ ხაზელი სათამაშო IQ-ი არ გამოირჩევა ხოლმე, მაგრამ მიხეილ ნარიაშვილი. ლიდერი. მამუკა გორგოძე. ყველა დროის საუკეთესო ქართველი მორაგბე. მამუკა გორგოძე სლეს ნინიაშვილი. ეს მამუკა გორგოძე ჯონ ჯონსია. სლეს ნინიაშვილი. მამუკა გორგოძე ხა თავისთავად და ნინიაშვილი მაგზაზე დგას რა. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა რაგბიზე, მაგრამ შენ ხარ სპორტსმენი პირველ რიგში და რაგბით არ დამთავრებულა შენი სპორტული კარიერა და შენ ხარ ახალ მიმდინარეობაში, შერეულ სამზარეულო ხელოვნებებში და მინდა რომ იქაც გავაკეთოთ პატარა ინტერვიუ და შეიძლება რაღაცა ჩელენჯის მოვაწყოთ. წავიდეთ. MMA-ზე სასაუბროთ და ჩელენჯის მოსაწყობად, რომელმაც ჩემ დასაუბრებლად ფეხის ტრავმა მიმაღებინა, ბუკას სავარჯიშო დარბაზს, კიკბოქსის კლუბ ჯიქს ვეწვიეთ.
სადაც ქართული კიკბოქსის ვარსკვლავებმა შოთო ჯავახიამ და ზუკა ივანიაძემ გვიმასპინძლეს. ყველაზე მეტად რითი განსხვავდება და რითი გავს MMA და რაგბი. რაგბიზე რაღაც მოძრაობას მოქმედებას გააკეთებ 30 წამიანი, მაქსიმუმ 40 წამიანი და მე დრო გაქვს. 10 წამი, 20 წამი მოედანი დიდი არის რა, შეიძლება მოედის მეორე ბოლოში მიდის თამაში და შენ აქ დრო გაქვს, რომ უშუალოდ იმ აქტივობაში ჩართული ხარ. გახარ ეგრეც არ არის, მაგრამ დრო გაქვს, რომ რაღაც სიტუაციაში შეხედო, ამოისუნთქო და MMA-ზე ეგ დრო არ გაქვს რა. სულ დაძაბული არ უნდა იყო, იმიტომ რომ სულ პროცესში რაგბიში ეგრე მაგას ვიყავ, ვინც რომ პროცესში ხარ, დაძაბული ხარ, მე წავიდა და დრო გაქვს და ასე უნდა. ეგ დაძაბულობა დიდხანს ვერ ხარჩა მაგ დაძაბულობაში იღლები. ცოტა საბოლოო ჯამში მაინც ეგ დამემართა ეხა ჩუბზე. მაგიტო დავიღალე ეგრე რა. და რაშიც გავს და გამიკვირდა რომ გავს ჩუბამდე გამოსვლის სტრესი და მოედანზე გამოსვლის სტრესი ზუსტად ნაირია. შენ რო გამოდიოდი და ის შენი მუსიკა რო ჩაიხო. აი არ ვიცი მარცხთან დამბუზგლა რა. თითქოს განვიცადე ეხლა იმის ალბათ 0.001%, მაგრამ რასაც შენ გზნობდი თითქოს მეც განვიცადე გამოვიდა და ეს მაინც მოახერხე შენ დაბრუნება. მაყურებელთან შემოგვიყვება. ეგ იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ იყო რომ აი ინტერვიუებში ვთქვი ახამდე რომ ისე არ წავსულიყავი რომ აი წავე დამარცხებული არ მინდოდა წასვლა რომ რაღაცა შეცდომა მომივიდა და დამამარცხა იმ შეცდომამ. მე იმის მჯერა რომ სამყარო და ღმერთი განსაცდელს ყოველთვის მოგვივნეს ხოლმე შენთვის, შენ სასიკეთოდ. არ ვიცი რამდენად სასიკეთოდ შეიძლება ეგეთი რამე მოხდეს, მაგრამ როცა განსაცდელი გეგზავნება უფლისგან, განსაცდელს როცა გამოგიგზავნეს უფალი და სასოწარკვეთილებაში თუ ჩავარდი და რაღაცა სისულელექენი და კიდევ მაგაზებიდან განსაცდელი დაამატე, დარწმუნებული ვარ რომ მე რაღაცა იქით შეიძლება არაფერი კაი არ მოხდეს, მაგრამ მაგ განსაცდელს თუ ღირსეულად გავუმკლავდი, მე ნათელი დღეები უოჭველი რაღაც მომენტში განაცდება რა ყველა ვარიანტი. მე ეგრე მჯერა. ეხლა შევიძინე წიგნი ახალი საიმონ სინეკი არის ავტორი. Find your why. ეგრე ქვია წიგნს რა და ავტორი გვეუბნება რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი რატომ. აი იპოვე შენი რატომ. თუ შენი რატომ იცი რა არის, ხო? მე ყველაფერი გადალახვადია შენში რა. შენი რატომ რა არის? ენამდე ჩემი რატომ აი რას გითხარი ეგ იყო რა რომ არ უნდა წავსულიყავი ხალხის თვალსაჩინარიდან გამარცხებული ერთი და არ უნდა წავსულიყავი ისე რომ ამ ჩემი გამვლილი გზის განმავლობაში ამ ხალხმა რამდენი სიყვარული და ისიც მაჩვენა უკან რაღაცით არ დამებრუნებინა და ეხო ისი პირიქითაა თურმე რა მე შევეცადე რომ სიყვარული და პატივისცემა დამებრუნებინა ხალხისთვის და აქეთ უკავშირი იმ ხელა იყო რომ ეხლა არ ვიცი უკან როგორ დავაბრუნო რა მაგაზე დიდი ის რაგბიზე უფრო მოქმედია თუ MMA-ზე ну რაგბი ახლა იმდენი წელი მაქვს ათამაშები და ისეთი თამაშები და ისეთი რთული გამოწვევები მაქვს გადავახული რომ რაგბიზე უფრო მოქმედია რაგბიზე ახეთქილი მაქვს ყველაფერი მაგრამ MMA-ზეც მოქმედია ნებისმიერი შენი პატარა მოქმედება ამოსუნთქვა შეძახილი თუ გახედვა ყველა იმას მეუნება ახლა ერთი მომენტი იქ წვნელებს გავხედე რა რაღაცას მეუბნებოდნენ და მე სხვა რაღაცის გაკეთება მიდოდა და ერთი მომენტი გავხედე და გავხედე რომ მეთი ნახდა და შენ ძალიან გულახდილა და გულყოთ გაბარავქნა ეხა და ისეთი იყო რა იქამდე უმესმოდა ამათ ის არ გამიხედი მაგრამ ვდებოდი რომ როგორი მომენტი იყო დავარტყა გავიდა როგორი მომენტი იყო ესეთი შორს იყო ეს ჩემი მოწინააღმდეგე და ძირს იწვა რა და ესენი მესმის რომ გამოეცალე გამოვეცალე და ამან წამოდგომაცადა და მეთქი აი ხა სანამ დგება მაგ დროს ხო არ მივაყარო და ამათ მაგადიგა და ვიცოდი რომ საფრთხეს არ და მეთქი ნაღდა მეთქი და გამოვედი რა ჩხუბზეც გეტყობოდა რომ რაგბისტი იყავი და ესე როგორც ქართულ რაგბს ჩვევია ეს ჯიქურ მიეძალე ო წინ ეგ და ჩემი დავალებაც ეგ იყო ეხა მე ჯიქშიც ვარჯიშობ ეგ ზუკასავით ვერ ვიჩხუბებდი რა ტექნიკურად და დავალებაც ეგ მქონდა რომ ნებისმიერ შემთხვევაში წინ უნდა დავსულიყავი და ვიარე წინ და მოინი ამ გზას გადიხარ ისე ემზადები აი ამდენი ხანი ემზადები და შეიძლება რამდენჯერ შეიძლება ერთი შემთხვევითი აი აბსოლუტურად რაღაცა ბრმა რაღაცა მაგარი მომზადებული იყო და ან ხელი მოხდეს ან ფეხი მოხდეს და დააგო რა არავინ მაგისგან გადაზღვეულია რა მაგარიც არ უნდა იყო ნების სულ არსებობს მაგისიც და ვისაც არ უნდა ეჩვეულოთ ან კიდე რა არის საჭირო აი მიჭირდა შრომის გარდა რომ აი ეს ტოპ ტიპი გახდე რა
ცოტა გამართლება ყველა ვარიანტი საჭიროა ყველა სპორტში რაღაც მომენტში გაგიმართლოს მაგრამ შეუპოვრობა არის ეგ რა ერთხელ ვარ გაგიმართლებს მეორჯერ ვარ გაგიმართლებს და მესამეჯერ აიზულებ რომ გაგიმართლოს არ უნდა დანებიდე რა არა ყველა სპორტში ეგრე არის რა ამ სპორტებში კიდე უფრო აი მაგის მაგალითი ყავს კიდევ ერთი ქართველი დიდი სპორტსმენი დვალიშვილი პირველი 2 თუ 3 ჯგუფი წააგო და ხა სოფლიო რეკორდი დაამყარა ყველა დროის რავი რამდენ იმაში დისციპლინაში ყველაზე მეტი ტეიქდაუნის და მაგალითი მაგის არა ძალიან ხო აი ეგ არის მართლა სერიოზული მაგალითი ესე იგი რაღაცა ჩელენჯი უნდა გაგვეკეთებინა და წარმოიდგინე ერთ-ერთი რაც მოვიფიქრეთ არის რომ უნდა გავუძო სოფლიო ჩემპიონის დარტყმებს ბაჯორის მეც რა მინდოდა წვენებში თავარი გზა სპორტში აპირებს ზურაი გამზადებული ივანიაძე რომელ ფერზე ვტყავთ რომელზე გინდა რომ დაგარტყას რომელი უფრო ძლიერი გაქვს ანდრია რა თუ კარტა ანდრია რა ხვალის კითხვა კარგი მანუ ესე დოდი 10% დაიწყე 10 ო 10 თუ ეს ეს ჩაროჯებები მექნება ხო? კი. კაი, მოდი ეხა მე ჩემთან. ავაი 20 დაიწყე. ეხა არ დაინდო ეს მე რომ 30. ეხა 40-ზე ვარ? 40-ია, 50 არ არის. აი გაჩი ორბე. მაიც. 50-ია. მოეზადო. ფანი მიდო დრამა კი არ მიდო. ორ იყო რა არ ვარ. 50 შეიძლება. აივე. ოივე. მეგოდი საყვარისია. 60 ავიდე. არა, 80 გამორიცხულია. 60. მოიგე შეგემინდა. დაგორ. არ მინდა რომ უსაჩუქროთ გაგიშვა. ესე იგი, ჩვენ პარტნიორია ფიტნეს ფორმულა და შენ გამოგადგება, ეს არის კაცების ვიტამინი. ვაუ. კიდევ აქვს კოლაგენი. ეს არის კოლაგენი, შენ ვარჯიში ასაკის მატებასთან ერთად კარგია. და მაგნეზიუმი ეს კუნთებისთვის, ორგანიზმისთვის და კარგი ძილისთვის გამოგადგება. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა ფიტნეს ფორმულას. შენ ხარ ჩემთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი თავისი პიროვნებით სული და ხორცით იყოს სპორტსმენი, ცხოვრობდეს ჯანსაღად. აი შენ თუ არა სხვა ვინ მიცემს იმ მაგალითს ახალ თაობას თუ ძველსაც, რომ იუარჯიშონ და იცხოვრონ ჯანსაღად. მადლობა ძალიან. მადლობა ეგეთი შეფასებისთვის. ძალიან შეამონე შენ გადაცემაში და ბევრ წარმატებებს გისურვებ დარწმუნებული ვარ, აქაც მიზნად რასაც დაიცახავ აუცილებლად მიაღწე. მადლობა ძალიან. იმედი მაქვს ჩემი გადაცემით ისიამოვნეთ. არ დაგაუძდეთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი. ასევე დამიწერეთ კომენტარში სპორტის რომელ სახეობას ან რომელ სტუმარს ისურვებდით შემდეგ გადაცემაში. მადლობა. მაგრამ